ორწლიანი პატიმრობის შემდეგ 2024 წლის მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თავისუფალია. პროკურატურის მტკიცებით კუჭუაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე სპეცრაზმელების მიმართულებით ბოთლი ისროლა, რომელიც ერთ-ერთ სამართალ დამცველს მოხვდა. გიორგი კუჭუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა და ადასტურებდა ნახევრად სარიელი ბოთლის სროლის ფაქტს რობოკოპების მისამართით, თუმცა დაცვის მხარე ამ ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიცირებას არ ეთანხმებოდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სპეცრაზმელისთვის მიყენებული დაზიანება მსუბუქი ხარისხის იყო და მას ჯანმრთელობის ზიანი არ გამოუწვევია. 2025 წლის თებერვალში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით კუჭუაშვილს პირველი ინსტანციის სასამართლოს მაშინდელმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 2025 წლის 17 ოქტომბერს პოლიციელზე თავდასხმის მუხლი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლზე გადააკვალიფიცირა და სასჯელის სახით და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.